აბა პირველი ჩემი თინას სახლი. ეს თინასი არა, მაშინ მაგ კასრაძის სახლი. ტიტეს მშობლების სახლიც არ არის. ეს არის ხურცილავას მშობლების სახლი. ხო. ეს არის დემნასახლი. ეს არის სადგეძინე. დემნასახლი. ეს არის სამზარეულო კატო სახლია? არა, ტყება შენი არ არის? ჩემსაც გავს, მაგრამ როდინდელი ხო და აი ნუ შენი ბევრი სახლი იყო და მე მგონი ერთ არა ნატაშკა არა კაკაჩიების სახლი. კავა მანტკარების სარი ვერ გავიგე ახლა. გრიშა კაკაჩიას სახლი არის? ხო. ხო, კი, ტახი ვერაფერ ვერ გავიგე, რატო კიდე ეს ტახის მაგას გიტყობთ. კასრაძის, მაკასას სახლია. ეს მე მგონი მე არ ვიცი. ალფა სახლის საუბანი არა. ალფა სახლის საუბანი. ანუ ეს ის სახლია, სადაც შეგიძლია თვეში სულ რაღაცა 550 ლარად შეიძინო სახლი თუ წინასწარ შესატან 20% დაფარავ. და თუ არ შეიტან მაგ შემთხვევაში რა ხდება? 880 ლარს გადაიხდით ჩემი საყვარელო ხალხო. და სხვა კარკასის კონდიციით რო ბარდება, ეგეც უნდა ითქვას. იმიტომ რემონტი ძალიან დიდი სტრესია. მწვანე კარკაზე გაუმჯობესებული პირობებია და შეგიძლია მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი გააკეთო. და ისიც უთხრათ მაყურებელს, რომ 28,000-ზე მეტი მობინადრე ეყოლება ამ სახლს. ანუ დიდი უბანი იქნება. ძალიან დიდი კომპლექსი იქნება. კი ბატონო, საუბანი დიდი ღომში. დანიშნულოვანია კიდევ რომ სამშენებლო კომპანიას 23 წლიანი გამოცდილება აქვს. ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ძალიან კარგად და ზუსტად იცის რასაც აკეთებს რა და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვისენდებით.